დიახ, დილომშვიდობისა, ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე გვიახლოვდება, ბუნებრივია ეს პროცესი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით ემოციურია, როგორც აღნიშნეთ. გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა და წელს 43,000-ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის სტუდენტობის სტატუსის მოსაპოვებლად. როგორია სამზადისი, რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, ჩვენ შეკითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი უპასუხებს. მოგესალმებით. ქალბატონო თამარ, რაც უფრო ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი, ბუნებრივია, უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება და ემოციებიც იმატებს. რა შეგიძლიათ თქვათ, როგორი გვაქვს სტატისტიკა წინა წელთან შედარებით, უფრო მეტი აბიტურიენტი გვყავს თუ არა და რა აინტერესებთ აბიტურიენტებს? მოგესალმებით. დღეს ჩვენს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლოს არის დაირეკება და ამიტომ პირველ რიგში მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე და ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ. წელს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა არა მარტო ერთიანი ეროვნული გამოცდების, ასევე სამაგისტრო და ასევე გვაქვს გამოცხადებული მასწავლებლთა გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ, 43,000 აბიტურიენტს გადავაჭარბეთ. მაგისტრატობის მსურველთა შემთხვევაში რაოდენობამ გადააჭარბა 10,000 გამოსაცდელ პირს და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება წინა წლებთან შედარებით. კი ბატონო, ანუ უფრო მეტი აბიტურიენტი გვყავს, ვიდრე მაგალითად წინა წელს. რაც მთავარია და ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რა სიახლეებით ხვდებით 2026 წლის საგამოცდო პროცესს, რა არის ის მთავარი, რაც წელს განხორციელდება და მაგალითად არ გქონდა წინა წლებში? წელს მთავარი სიახლე, რაც აბიტურიენტებს მოსამზადებელ პერიოდში შეხვდათ, იყო ის, რომ ორივე საფეხურზე უმაღლესი განათლების, აქ იგულისხმება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები, ორივე შემთხვევაში მათი სწავლა, იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეარჩევენ, რა თქმა უნდა, დაფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ. და წელს ასევე გვაქვს საგამონაკლისო წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აარჩიონ ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. კი ბატონო, ანუ თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს წელს აბიტურიენტი, იქნება სწავლა სრულიად უფასო, ხო? დიახ, ორივე საფეხურზე, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე და ასევე იმ შემთხვევაში, თუ კი აბიტურიენტები არჩევანს გააკეთებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რისი შესაძლებლობაც მათ წელს მიეცათ და შეუძლიათ, რომ პირველ პრიორიტეტად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები განსაზღვრონ, აქაც არჩევანს თუ გააკეთებენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ამ შემთხვევაში სრულად ანაზღაურდება მათი სწავლა სახელმწიფოს მიერ და იმ შემთხვევაში თუ კი შეარჩევენ კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აქაც უზრუნველყოფს სახელმწიფო მათი სწავლის დაფინანსებას, ოღონდ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით. გასაგებია, პროფესიული პროგრამები ახსენეთ, ბუნებრივად წინა წელს ესეთი პრეცედენტი არ გვახსოვს, წელს ანუ ჩამონათვალში პროფესიულ პროგრამებსაც შეხვდებიან აბიტურიენტები. მაგალითად, აბიტურიენტი გადის ეროვნულ გამოცდებზე, აიღებს კონკრეტულ ქულებს და ამ ქულებით ხვდება ამ პროგრამებზე თუ კიდევ უწევს სხვა რამე საფეხურის გავლა? აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად ირჩევს იმ საგნებს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არის გათვალისწინებული. სხვა განსხვავებული საგნის ჩაბარება მას არ უწევს, თუმცა აქაც გვაქვს ჩვენ განსხვავებული წესი, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ხვარი განსხვავდება პროფესიული პროგრამების შემთხვევაში და პროფესიული პროგრამების შემთხვევაში ჩარიცხვისათვის საკმარისი არის ერთიანი ეროვნული გამოცდებით განსაზღვრული თითოეული საგნის ნახევარზე მეტი კომპეტენციის ზღვარის გადალახვა. კი ბატონო, ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად თუ პროფესიულ პროგრამებზე აბარებს აბიტურიენტი, პირობითად რაღაც კონკრეტული ციფრი გვაქვს ქართულში, რომ მიიღოს ქულა, იმის ნახევარზე მეც თუ მიიღებს, ის მოხდება პროფესიულ პროგრამებზე. ხო, სწორად გავიგე? თუ რომელიმე კონკრეტულ საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში გათვალისწინებული გვაქვს 20% მინიმალური კომპეტენციის ზღვარის სახით, პროფესიული პროგრამის შემთხვევაში ჩარიცხვისთვის საკმარისი არის, რომ მან მიიღოს 11%, 10%-ზე მეტი.
კარგი, ქალბატონ თამარ, სიახლეები ვახსენეთ და თვითონ აი ტესტებში, ზღვარი კონკრეტულ საგნებში თუ იცვლება, ან საგამოცდო დრო ყოველთვის ამის მიმართულებით ისმის ხოლმე შეკითხვა, ხომ არ შემცირდა რომელიმე საგანზე საგამოცდო დრო? დიახ, ეს კითხვებიც ხშირად ისმის მიმდინარე რეფორმას უკავშირებენ აბიტურიენტები, ამიტომ ჩვენ საკმაოდ კარგი კამპანია ვაწარმოეთ. პირველი ეტაპი დავასრულეთ და შევხვდით საქართველოს 9 ქალაქში აბიტურიენტებს და იქაც ეს კითხვები გაჟღერდა, ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის მეშვეობით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ შეცვლილა, არც გაზრდილა, რა თქმა უნდა და არც შემცირებულა. ასევე ტესტების სირთულის ნაწილს, რაც შეეხება ამ კითხვასაც ხშირად გვისვენ, ამ მიმართულებითაც ცვლილება არ გვაქვს. იგივე სირთულის, იგივე სტრუქტურის ტესტები, რაც წინა წლებში იყო აბიტურიენტებისთვის გათვალისწინებული, მსგავსი სტრუქტურის და სირთულის ტესტებს თავაზობ წელსაც აბიტურიენტებს, განსხვავებულს არა. დროები არ იცვლება გვაქვს? საგამოცდო დროებიც არ იცვლება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ აბიტურიენტის არ გააჩნია სპეციალური საჭიროება, რისთვისაც მას სჭირდება თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დამატებითი დროის განსაზღვრა, ამაზეც რა თქმა უნდა ცენტრში სპეციალური კომისიაა შექმნილი, რა თქმა უნდა ექიმების მონაწილეობით და ის დრო რაც სჭირდება აბიტურიენტს იმისათვის, რომ გამოცდაზე მისი დავალებები სრულყოფილად შეასრულოს, რა თქმა უნდა ცენტრი მათ ამ დროსაც დაუმატებს. კი ბატონო, ქალბატონი თამარ, საინტერესოა აი გამოცდის წინ ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები, რა უნდა გაითვალისწინონ იქამდე, სანამ მაგალითად გამოცხადდება საგამოცდო დრო, აი რა არის ის, რაც არ უნდა გამორჩეთ, რომ შემდეგ ეს პროცესი წარიმართოს წარმატებით. კი ბატონო. მთავარი და პირველი არის ის, რომ აბიტურიენტებს მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, პროგრამების არჩევა შეუძლიათ გააგრძელონ. ეხაც ჩვენი ინტერვიუს მანძილზეც ალბათ რაღაც ცვლილებები განიცადა პროგრამამ, შეუძლიათ შეცვალონ პროგრამა და ამატონ ახალი პროგრამა, წაშალონ სრულიად და სრულიად სხვა პროგრამები აირჩიონ, რისი შესაძლებლობაც მათ აქვს საკმაოდ დიდხანს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მეორე დღის 6 საათამდე. ეს არის დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვები. ამ პერიოდში მათ შეუძლიათ ამ ცვლილებების განხორციელება, უბრალოდ ერთი თხოვნა იქნება გაითვალისწინონ, რომ ცვლილებები, რასაც აბიტურიენტი პროგრამაში განახორციელებს, აუცილებლად უნდა იქნას შენახული შენახვის ღილაკით. წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის შენახვას თავისთავად ვერ ახდენს. ეს ერთი, მეორე აუცილებელი არის, რომ ის წესები და ინსტრუქციები, რაც გამოქვეყნდება გამოცდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაეცნონ აუცილებლად აბიტურიენტები, იმიტომ რომ იქ გვაქვს ჩვენ ნივთები აკრძალული, რაც არ უნდა წარმოადგინოს და უშად შემოიტანოს საგამოცდო პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ თვითონ საგამოცდო ცენტრს და არის შემთხვევები, როდესაც სხვა საგამოცდო ცენტრი აქვთ არჩეული და სხვაგან მიდიან. აუცილებლად უნდა მიაქციონ ასევე ყურადღება გამოცდის დაწყების დროს, იმიტომ რომ ვიცით ყველამ, რომ 5-წუთიანი დაგვიანების შემთხვევაში სამწუხაროდ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება. ამიტომ ამ ინფორმაციას ჩვენ გამოცდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ განვაახლებთ ჩვენს Facebook გვერდზე, web გვერდზე და ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად წესებს, ინსტრუქციებს გაეცნონ და მაქსიმალურად მომზადებულები გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში. ჩვენი გუნდიც ამ თემას არაერთხელ დაუბრუნდება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, თუნდაც 1 წუთის დაგვიანების შემთხვევაში პროგრამა იხურება და აბიტურიენტი ვეღარ ხვდება საგამოცდო სივრცეში. საგამოცდო სივრცე ვახსენეთ და ბუნებრივია შიდა ამბებიც გვაინტერესებს. სამზადისი როგორია, როგორ მოეწყობა უფრო სწორად საგამოცდო სივრცე და რა არის ის, რაც მაგალითად გაითვალისწინეთ, რაც აინტერესებდათ აბიტურიენტებს, ალბათ კონდიცირების სისტემა თითქმის ყოველი წლის მთავარი თემა რჩება. დიახ, ეხლა საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. ცენტრი გადავიდა, ასე ვთქვათ, მომდევნო ეტაპზე, გამოცდების მომზადების ეტაპზე, ასე ვთქვათ. და ამ შემთხვევაში ისევე როგორც საგამოცდო ცენტრები, აქ იგულისხმება ჩვენ საგამოცდო ცენტრების სკოლები არის, საჯარო სკოლები ალბათ იცით. ინფრასტრუქტურული ნაწილის შემოწმება ხდება, რა თქმა უნდა, ასევე იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში და ამაზეც ხშირად ისმის კითხვები საგამოცდო ცენტრებშიც უზრუნველყოფილი არის, რა თქმა უნდა, გაგრილების სისტემა, ამიტომ ეს
რა თქმა უნდა, პრობლემას არ შეუქმნის ზაფხულის პერიოდში აბიტურიენტებს. ძალიან კარგი და ქაბატონ თამარ, ბოლოს რომ დავაზუსტოთ, თქვით რომ რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს? თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ, მაგრამ აი რას გულისხმობთ პროგრამის შეცვლა, მაგალითად, რა არის ის, რაც შეუძლიათ რომ გადაანაცვლა? რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, როგორც აღვნიშნე, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე მათ შეუძლიათ რომ შეარჩიონ დაუშვათ სრულიად სხვა პროგრამები. იქნება ეს საბაკალავრო, იქნება ეს პროფესიული პროგრამა, თუმცა გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ მხოლოდ იმ საგნების ფარგლებში, რაც მათ არჩეული აქვთ, ანუ ახალ საგანს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი რა თქმა უნდა ვერ დაამატებს, მაგრამ მისთვის სასურველი შეუზღუდავი რაოდენობის პროგრამები შეუძლია დაამატოს და ამიტომ ამასაც ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე აბიტურიენტებს, რადგან ამის შესაძლებლობას იძლევა პროგრამა, არჩევანს ნუ გააკეთებენ ერთ პროგრამაზე და აი რამდენიმე პროგრამა მაინც შეარჩიონ იმისათვის, რომ თავი დაიზღვიონ და რაღაც ერთგვარი დაზღვევის მექანიზმი იქნება ეს მათთვის და ძალიან კარგი იქნება ასევე საბაკალავრო პროგრამებთან, თუ რა თქმა უნდა მათ სურვილი აქვთ, ასევე თუ დაამატებენ სასურველი რაოდენობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. კი ბატონო, ანუ ვერ ვამატებთ საგანს, მაგრამ ვცვლით პროგრამას, ხო? პროგრამას ანუ მიმართულებას, რა მიმართულებით შეუძლიათ ჩააბარონ იმ კონკრეტული საგნით. დიახ. შეუძლიათ ნებისმიერი მხოლოდ მიმართულებაზე არ არის აქ საუბარი, შესაძლებელია სრულიად სხვადასხვა მიმართულების პროგრამა აირჩიოს იმ შემთხვევაში, თუ ის საგნები, რაც აქვს არჩეული, ამ პროგრამებზე ბარდება. კი ბატონო, ქაბატონ თამარ, თქვენთვისაც განსაკუთრებული წელია, ხო, ამ სტატუსით პირველად ხვდებით ერთიანი ეროვნულ გამოცდებს, რა რჩევას მიცემთ აბიტურიენტებს იმ შეხვედრებზე, სადაც აწყობთ ხოლმე და მოდიან აბიტურიენტები, რა არის ის, რაც მაგალითად შეუძლიათ რომ დააზუსტონ თქვენთან და მთავარი, რასაც გასცემთ დღეს რეკომენდაციას მათი მიმართულებით. როგორც აღვნიშნე, პირველი ეტაპი დავასრულეთ, თუმცა გუშინ 19 მაისიდან დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები თვითონ უკვე იმ საგნობრივ ჯგუფებთან, იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ იღებს მონაწილეობას და ქმნის ტესტებს, აბიტურიენტებისთვის ტესტურ დავალებებს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობა არის აბიტურიენტებისთვის, ის საგნები, რაშიც აბიტურიენტი აბარებს გამოცდას, შეუძლიათ დამაზუსტებელი კითხვები კონკრეტულ შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით დაუსვან უკვე იმ ადამიანებს, ვინც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველაზე უფრო კომპეტენტურ ადამიანებს წარმოადგენენ. და ასევე წინა შეხვედრებიდან გამომდინარე ვთხოვდი იმასაც, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ეს შეხვედრები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტებს ერიდებათ ხოლმე ესე საჯარო დღიად კითხვის დასმა, ამიტომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ თუ პირადად არ სურთ კითხვის დასმა, შეუძლიათ მოიწერონ კითხვა, წაიკითხავს ჩვენი თანამშრომელი და მაქსიმალურად ეცდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებში შეუძლია მას, რა თქმა უნდა, ტესტებთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ მიაწოდოს, მაქსიმალურად შეეცდება რომ დასმულ კითხვებზე პასუხები გასცეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვითხოვდი და ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ აუცილებლად პირველ რიგში გაეცნონ ჩვენს ინსტრუქციებს, ჩვენს წესებს, თვალი მიადევნონ ინფორმაციას აუცილებლად ჩვენს ვებგვერდზე და არა სხვა წყაროების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, რაც რიგ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება და ასევე ძალიან ვთხოვდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობა და საგნობრივ ჯგუფებთან ჩანიშნულ ონლაინ შეხვედრებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. დიდი მადლობა წარმატებები. შეგახსენებთ, რომ შეკითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პასუხობდა, მასაზე უკვე დაწყებულია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება და როგორც მოისმინეთ, წელს 53,000-ზე მეტი აბიტურიენტი გვყავს, ბუნებრივია მათ ვუსურებ დიდ წარმატებას, მე დაგემშვიდობებით.